გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში იწყება ინტერაქტივი. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან კი ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ტრადიციულად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 557 88 55 88. დღეს საუბარი მოგვიწევს საკმაოდ მძიმე ინციდენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ 18 ივლისს საღამოს კახეთში მოხდა. ერთ-ერთი სასტუმროს ტერიტორიაზე, მოკლედ ორი სუფრა გაიმართა, ორი წვეულება შეიძლება ასე დავარქვათ. პირველ სართულზე ქორწილი მიმდინარეობდა, მეორეზე კი რუსი ტურისტები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. როგორც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იყო გარკვეული პროვოკაციული გადაძახილები, რის შემდეგაც მათ აპარატურას ღვინო გადაასხეს მესამე სართულიდან. ამას მოჰყვა ის, რომ სიძის ძმა ავიდა შენობაში, სასტუმროში და შეაღო იმ ნომრის კარები, სადაც რუსი გოგონები იმყოფებოდნენ და როგორც ჩვენ ამ მძიმე კადრებში ვხედავთ, ფიზიკურად გაუსწორდა ერთ-ერთ გოგონას. როგორც თავად ეს მოქალაქე ყვება, რომელიც დაკავებულია, ამ ძალადობას წინ უძღოდა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა და ის ამბობს, რომ ყელში სწვდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საპასუხოდაც ქართველიც ინგლისურად აგინებდა რუსეთის მოქალაქეებს. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მთელი რუსეთი, მთელი საქართველო, მთელი კავკასია მოიცვა ამ კადრებმა, რომელსაც ახლა ვხედავთ კადრში. გადაფარა ყველა თემა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ერთ-ერთი პირველი, რაც დღეს ყურადღებას იქცევს, სწორედ ეს თემაა. შესაბამისად, ინტერაქტივში ვსვამთ შეკითხვას, როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. ეს იქნება დღეს ჩვენი შეკითხვა. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. კიდევ ერთხელ ბოდიში მაყურებელს იმ კადრებისთვის, რომლის გაშვებაც გვიწევს, სუსტი გულის მქონე ადამიანებმა, არ ნახოთ ეს გირჩევთ, ბავშვები მოარიდეთ აგრეთვე ეკრანს, იმიტომ რომ მთელი ეთერის მსვლელობისას ჩვენ ამ კადრებს ვაჩვენებთ ეთერში იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, რას ეხება დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივი. უამრავი კომენტარი და განცხადება დაიწერა სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით, ვიმეორებ მილიონობით, ათობით მილიონი ნახველი ჰყავს ამ კადრებს და ამ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქართველი ბიჭი ფიზიკურად უსწორდება რუს გოგონას, თუმცა წინაპირობები არსებობდა. ორივე მხარე უარყოფს იმას, რომ ვთქვათ, მათი პროვოცირებული იყო ინციდენტი. თავად ამ გოგონების ადვოკატმა, რუსების ადვოკატმა დღეს თქვა, რომ არანაირი ღვინის გადასხმა, მით უმეტეს შარდის, რაც ინტერნეტში დაიწერა, არ მომხდარა, არც ქართველების მიმართ არანაირი პროვოკაციული განცხადება არ გაუკეთებიათ მათ. ამას ამბობს ადვოკატი, ვციტირებ მე, ლალი აფციაური, ხოლო თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქორწილში იმყოფებოდნენ, ისინი ამბობენ, რომ ეს რუსი გოგონები გამაღიზიანებლად იქცეოდნენ, აპარატურას გადაასხეს სითხე, სავარაუდოდ ღვინო, დაზიანდა აპარატურა, ქორწილი ჩაიშალა და ამის გამო იძულებული გახდნენ მიემართათ სასტუმროს ადმინისტრაციისთვის და სასტუმროს ადმინისტრაციამაც მე მგონი არაფერი არ გააკეთა. უკეთესი იქნებოდა გამოეძახათ პოლიცია და აქამდე არ მივიდოდა საქმე. შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი სუფრიდან ადის მესამე სართულზე, იქ კვლავ ხდება გარკვეული დაპირისპირება, რაც კადრებში არ ჩანს და კადრებიც ნაწილობრივ არის გავრცელებული, სრული სურათი არ გვინახავს რა მოხდა თავიდან და ამ ყველაფრის შემდეგ ხდება ის, რაც ხდება და ახლა ხედავთ ამ ყველაფერს კადრში. როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს და რა უნდა იყოს გამოსავალი, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები ავირიდოთ თავიდან? ეს არის დღეს ინტერაქტივის მთავარი თემა. მივიღებთ უკვე ზარებს, თავისუფალია ხაზი მინდა გითხრათ, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს, რომ მსგავსი მომავალში იქნას თავიდან აცილებული. პირველი ზარია გადაცემაში, გისმენთ, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. დიდი მადლობა. რა სიტყვით ჩვენს თემაზე? რა სიტყვი
უსამართლობა ქვეყანაზე ყველაფერზე, აბარაც გასვიწყდი. ექიმთან მიხვა, სადაც მივხვდი, სადაც არ არის კარის ამბავი და თავანტუბებაცვა ფეხზე ვერაგირი. კალიაცხა დაგვერა ვაინი განიდვა და მოდივა. ბატონო ჩემო, გავიგეთ ეს ჩვენი ეს თემები, ჩვენი ინტერაქტივის თემა ხშირად არის, მაგრამ რა სიტყვით კახეთში მომხდარ ინციდენტზე, რაც კადრების სახით გადის ახლა? აბა რა უნდა ვერაცორე, აბა რა უნდა თქვა, ემძურება ხალხოლა იმძურება, ისე თითოეულ კარგაა. აბა რა თქვა. დიდი მადლობა, მე განცდა მაქვს რომ თქვენ უბრალოდ ახლა გადმორთეთ და ბოლომდე ჩვენი საუბრის თემას ვერ გაეცანით, ამიტომ კარგი იქნება თუ თვალსადევნებთ გადაცემას და მოგვიანებით კიდევ ერთხელ შემოგვიერთდებით თქვენი მკაფიო სათქმელით უკვე. 18 ივლისს კახეთში მომხდარ დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და რუს ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, ეს კი იმით დასრულდა, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა, ქართველმა სახეში ძლიერად ჩაარტყა რუს გოგონას, მილიონობით ნახვა აქვს ამ ვიდეოს, გავრცელებულია მთელს კავკასიაში, მთელს რუსეთში, მთელს საქართველოში და დღეს ეს ყველაზე მთავარი თემაა, რატომღაც, თუმცა ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. სალამი მოგესალმებით. მოგესალმებით, დიახ. ისწრაფა ბატონია. დიახ. მაგარი შემია. თორხაჩნაბიდი. დიახ, დიახ. მკაფიოდ გაიმეორეთ, ვერ ვგებულობ, მკაფიოდ გაიმეორეთ. რამდენი წუთია რუსეთს ვაძინე ხალხაბოსი მოკე ყოველდღე ჩვენვაგებდა მე აფხაზიდან ვარ დავწოდე აფხაზიდან ვერასო ვერ შევარ ოჯა დიახ დიდი მადლობა რომ დარეკეთ სამწუხაროდ ხარვეზებით შემოდის ხმა და ვერ ვგებულობ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა რომ ამ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და სადაც ეს დაპირისპირება ჩანს, რუსეთის მოქალაქეებმა დააწერეს ასეთი ტექსტი, რომ ვითომ ქართველი ბიჭები სასტუმროების ნომრებში ვარდებიან და რუს გოგონებს სცემენ, იმიტომ რომ რუსული საუბარი არ მოსწონთ. აი ამით ახსნეს ეს რუსებმა, აი ეს თქვეს და წააწერეს ეს ვიდეოს. და ნამდვილად დაჟინებით მინდა ვთქვა, რომ ეს მიზეზი არ ყოფილა. აქაც და საერთოდ ეს არ არის მიზეზი. თბილისის ქუჩებში, ბათუმის ქუჩებში და ბევრგან ჩამოსული არიან რუსი ტურისტები და რუსული საუბრის გამო ქართველი ბიჭები ფიზიკურად არავის არ უსწორდებიან. აქ მიზეზები არის გარკვეული, როგორც ჩანს, ესეც გამოსაძიებელია ალბათ და უნდა თქვას გამოძიებამ რა მოხდა სინამდვილეში. ზარია ეთერში. გისმენთ? დიახ. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს? აი, იცით რა, ძალიან არ მომწონს. მაინც რაც არ უნდა იყოს ქართველმა კაცმა, კაცობა არ უნდა დაკარგოს. იმან დაკარგა, მაგრამ შენ რო კაცი ხარ, აი, როგორ ურტყავ ქალს, აი ესე დაუნდობლად რა. მე არანაირად არ ვამართლებ. დიახ. მესმის, მადლობა თქვენს არისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამ გოგონებს აიკრძალათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება გამოძიების დასრულებამდე. და ამ წუთებში მიმდინარეობს დაკითხვა სასტუმროს თანამშრომლებისა, რომლებიც ალბათ პასუხს გასცემენ, რატომ ვერ მოახდინეს სათანადო რეაგირება, აქამდე როგორ მივიდა საქმე. არ ჯობდა ან პოლიცია გამოეძახათ, ან რაღაცნაირად დაერეგულირებინათ ვითარება, ვიდრე მთელი მსოფლიოს სალაპარაკო, ნახევარი მსოფლიოს სალაპარაკო მაინც არ გახდებოდა საქართველო. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. მე ცოტა შორიდან გითხრას არის საუბრობ ამ პირობას ვიზნები ხელისუფლებიდან ძიება ყველაფერი. დაწნებული პროვინციის საფრანგეთში ასადაღლებების შეწყვეტიდან მოყოლებული ვიციან დღევანდელი შატმით. საერთოდ არ ფიქრობენ, არ წარმოდგენ არა სახელმწიფოს მართლაზე. ეს უპირველეს ყოვლისა. ეხლა მაგალითად მე ადრესს არ მინიშნავს 26 წელი მიმუშავე ამ სისტემაში. მსგავსი რამ მოხდარი
მსგავსი შინაგან საქმეთა მინისტრის შეგროვებებს მიდან ადგილიდან. ეხლა ბიძინას კულტურაზე არ უნდა მოსვით თუ და არ მოსვით. მადლობთ, დიდი მადლობა თქვენი სათქმელისთვის. შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს საღამოს კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობდა ორი წვეულება, ასე დავარქვათ, პირველ სართულზე ქორწილი, ხოლო მესამე სართულზე რუსი გოგონები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. როგორც ქართველები ამბობენ, მესამე სართულის აივნიდან იყო შეძახილები ქართველების მიმართ, იყო რაღაც პროვოკაციული ნათქვამები, შეძახილები აქაც და ბოლოს სითხე გადაასხეს გარკვეული, ეს იყო წყალი თუ ღვინო ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა შარდის თემა გამოირიცხა, რასაც წერდნენ, ამას თავად დაკავებული არადასტურებს როგორც ჩანს და ადვოკატმა დაწერა. ამის საპასუხოდ ერთ-ერთი ბიჭი ავიდა მესამე სართულზე და ამ გოგონებიდან ერთ-ერთს ძალიან ძლიერად დაარტყა სახეში. თუმცა ეს ბიჭიც ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგაც იყო აგრესია და ყელში მწვდდნენ და მახრჩობდნენო. ვინ არის მართალი და მტყუანი ძნელი სათქმელი, ამიტომ საზოგადოებისთვის მიგვინდია ეს საკითხი და ზარია მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ, გამარჯობა. ალო, მოგესალმებით, დიახ. გამარჯობა, ძმაო. დიახ. რა სიტყვით კახეთში მომხდარ ინციდენტზე რამდენიმე დღის წინ? რას ვიტყვი? იმას ვიტყვი განათვალებიდან. იმ ბიჭის მარჯვენაც ვენაჩა, რა ბიჭის მარჯვენა. იმიტომ რომ ქორწილია, ამხელა ხარჯი, ამხელა ყველაფერი და ჩამოსული ვიღაცა სადღაციდან და აქ ისეთ რამეს აკეთებს, რომ ქორწის შლის იმის მარჯვენას ვენაცვალე ერთი კი მაგრამ მეორე უნდა დაეწყო კიდე კარგად და როგორც თქვით თქვენ ქართველი ბიჭები რო უარდებიან ვიღაცები რო იძახიან სასტუმროებში თვითონ აწერენ ამას რუსულად ამ ტექსტს ხო რაც არასწორია ახლა ასე არ ხდება ეს დიახ როგორ გეთანხმებით კი ბატონო რომ ასე არ ხდება ქართველი ბიჭები არავის უარდებიან სასტუმროს ნომერში რუსულად საუბრის გამო არავის არ უარდებიან ქართველი ბიჭები ეგეთ რამეს ეგეთ მეუბნები არ დაკარგავენ რომ მასე მოიქცნენ მაგრამ რაც ქორწილში მოხდა რა უფლება აქვს მაგას გენაცვალე მათხელადე გავიდე თავზე საერთოდ რატომ მეორე არ დაარქვა მაგის მარჯვენა აი ამაში კი არ გეთანხმებით კარგად უნდა შემოერთხო და ამაში არ გეთანხმებით კატეგორიულად არ გეთანხმებით ამაში ძალადობას უნდა გავემიჯნოთ ყველანი ახლა აქ რა იყო მიზეზი და რა არ იყო ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქალზე რომ კაცი ძალადობს ეს არ შეიძლება მოგწონდეს მოდით თქვათ ეს ჭეშმარიტება და სიმართლე კარგით გაითიშა როგორც ჩანს ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნებით ახლა ეს არ შეიძლება ამის მოწონება ჩემი აზრით კი რაღაც გამაღიზიანებელი წინაპირობები იყო როგორც ჩანს უმიზეზოდ არაფერი არ ხდება და მოვყევით რა იყო და როგორ იყო მაგრამ რა გამართლება აქვს იმას რომ ქალს სახეში მუშტი ჩაარტყა კაცი თუ ერთხელ ჩაიდენს ძალადობას და მას შეუქებენ ამას და მოუწონებენ ის მომავალშიც გაიმეორებს ამას ამ შემთხვევაში ქართველი იქნება ან რა ვიცი ნებისმიერი ეროვნების ადამიანი და იმაზე იძალადებს არ უნდა წავახალისოთ ძალადობა 5-5-7-88-55-88 როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს ამ ვიდეო მოიცვა რუსეთი, საქართველო, მთელი კავკასია 10-ობით მილიონი ნახვა აქვს და შეიძლება ითქვას რომ თავარი თემა გახდა ეს დღეს და გუშინ 18 ივლისს საღამოს ქორწილი მიმდინარეობდა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ზედა სართულებზე რუსი გოგონები დაბადების დღეს აღნიშნავენ ერთმანეთს შორის მოუვიდათ დაპირისპირება რაც დასრულდა ფიზიკური შეხლა შემოხლით და ამ რუსი გოგონას ცემით გამოძიება მიმდინარეობს ქართველი ბიჭი დაკავებულია შეძრა ამ ფაქტმა ყველა უსიამოვნო და ცუდი ფაქტი იყო პირადად მე ვერც ერთ მხარეს ვერ ვამართლებ სიმართლეს გეტყვით ზარია ეთერში გისმენთ მოგესალმებით გისმენთ ხეხო წარმოგიდგენიათ დაბლოგონას ადგილას ყოფილიყო ევროპელი უნებისმიერი რუსიზარდა ხო წარმოგიდგენიათ ახლა აწლებოდა ეს ლიბერაცი ვითომ ქართველებს განცემენ შეიძლება ხალხმა რომ ამ დაუცველ საქართველოს შეეხება რუსეთი რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ აქვს შენ ხილაც ეხოცა
მადლობა. მადლობთ, გასაგებია თქვენი სათქმელი. 558-55-58 კიდევ ერთხელ ბოდის ვუხდი მაყურებელს ამ ძიმე კადრების ჩვენებისთვის. სუსტი გულის მქონე ადამიანებს არ გირჩევთ ეს ნახოთ, არც ბავშვებს ანახოთ. ზარია კვლავ გადაცემაში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. დავისი ჯერ კიდე კაცმარიშის რა მოხდა, მაგრამ ნაბეტანი დაარსდა, ნაბეტანი ხიარობით დაგოს რა, ძალიან არ მომეწონა მე. დიახ. მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის. 557-88-55-88. აქ კი ჩანს კადრები, სადაც სუფრის წევრები აი ამ მოქალაქეებს, ამ ტურისტებს ეუბნებიან, რომ იქნებ თქვენ სამშობლოში არ ხართ, ჩვენი სამშობლოა ეს და თავი შეიკავოთ. აი ესეთ შეძახილები ისმის ახლა კადრში. ჩვენ ვართ ჩვენ სახლში, თქვენ არ ხართ თქვენ სახლში. აი ამას ეუბნება ეს ბიჭი რუსს გოგონებს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. გამარჯობა, ბატონო. მოგესალმებით. დიდი მადლობა. რა სიტყვით ჩვენს თემაზე? მაინტერესებს ბატონო ილია. დიახ. აი მაგ ვარიანტში დაცვის სამსახური სად იყო? დიახ, ძალიან სწორ ამას ამბობთ. კი. კი, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აი დაცვის სამსახური სად იყო მან? ხო ხავს ყველა იმას, მაგრამ აი სად იყო დაცვის სამსახური ძალიან მაინტერესებს. გამოძიება რო დაიწყო. დიახ. დაცვის სამსახური თუ არა, ვთქვათ, პოლიციის გამოძახება ხომ შეიძლებოდა ეს საათების განმავლობაში ვითარდებოდა ეს, სანამ კულმინაციას მიაღწევდა. კარგით, მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი, ჩემო ბატონო. როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სასტუმროში და რაში ხედავთ გამოსავალს, რომ თავიდან იქნას მომავალში აცილებული ასეთი საშინელი ფაქტები? მილიონობით მნახველი ხავს ამ ვიდეოს, მოიცვა მთელი ნახევარი დედამიწა, შემიძლია პირდაპირ ვთქვა. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? კარგით, არ არის კავშირი, ძალიან გთხოვთ, როგორც კი აკრიფავთ ჩვენს ნომერს და ზარი გამოვა, მაშინვე გამოურთეთ ხმა ტელევიზორს ან რადიო მიმღებს. ბოლომდე უნდა გამოურთოთ ხმა, სხვა შემთხვევაში ვერ გავიგონებთ ერთმანეთის საუბარს. ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, დიახ. რა თქმა უნდა, ქვეყანას პატრონი არ ახავს. მაგრამ საქმე იმაში არის, შემოსაყვარელო, რომ აი იქ თვითონ იმ რაიონში თელავის რაიონი. რატომ არ ახავდათ პატრონი? სად იყო პატრონი და ისე მე ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონები, ახალგაზრდა ქალბატონები, იმიტომ იწოდდნენ ასე, რომ მაგათ დამსწრელი არ ახავთ ეს ქვეყანაში, მაგრამ იმიტომ იყვნენ მოწოდებული ასე, რომ საქართველოს აღღრიოთ, აღაზღაზოთ. პასუხს არავინ მოსხობს და მიტომ არიან ასე დამდგარი თავის ოქროთი ჩელიკებზე. თორე ქართველმა კაცმა ხალმა ხელზე კალის ხელით არ უნდა იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი მიტომ იყვნენ მოწოდებული ასე. ქვეყანას არ ახავს პატრონი, რაიონებს არ ახავს პატრონი, ხო და ეს არის ჩვენი უბედურება. არა მხოლოდ ეს, სადგინდა მიიხედო, მოიხედო და იფიქრო, აი ამას ახავს პატრონი, განათლებას ახავს პატრონი, კულტურას ახავს პატრონი, რამეს ახავს პატრონი. აი ამაშია საქმე. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო, თქვენ რომ დაგვიკავშირდით და თქვენი შეფასება ბრძანეთ. პირდაპირ ეთერში ვეხებით გასული 2 დღის ყველაზე გახმაურებულ საკითხს. მთელი სოციალური ქსელები აჭრელებულია ამ ვიდეოებით. არა მხოლოდ საქართველოში ვიმეორებ, არამედ რუსეთში, კავკასიაში 10,000-ობით კომენტარი იწერება, 10,000-ობით შეფასება. სხვათა შორის მე ძალიან არ მომეწონა ერთი რამ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამ გოგონებმა ეს ვიდეო, როდესაც ინტერნეტში განათავსეს, იქ დააწერეს, აი ახლა ჩანს, არასწორია ეს წარწერა. რომ ვითომ ქართველი ბიჭები სასტუმროს ნომერში იმის გამო შედიან და გოგონებს ცემენ, რომ რუსული საუბარი არ მოეწონათ. ეს არ იყო აქ მიზეზი. სხვა რამ იყო მიზეზი და პროვოცირებულია ეს ცუდად. ვერც ერთ მხარეს ვერ ვამართლებ მე, გულწრფელად გეტყვით სიმართლეს. ჩემი აზრით, რაც არის სიმართლე. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა.
დიახ. იცით მე ბევრჯერ შემიძლია ეს ნაგლები ეს ჯერ ავტობუსებში ყველგან მეკრობთ ესეთი ნაგლებად იქცევიან ახიზიანებენ ქართველ ერს და თქვენ ეს ატარებთ ესენი ყველა თავზე დაგვაქვს როგორც ნაციონალები და ჩაგეცხარები ქრისტიანია უკეთებად ესენი ახიზიანებენ ქართველ ერს და ქართველ ბიჭებს კარგით, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი მთავარი სათქმელი, შეგახსენებთ მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ 18 ივლისს თელავის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე ვსაუბრობთ, ეს არ აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი რიგითი ინციდენტი, იმიტომ რომ გავრცელდა ათობით მილიონ ადამიანს შორის ეს ვიდეო და იწერება ზოგ შემთხვევაში ძალიან ცუდი შეფასებები ქართველების მიმართ, მეორეს მხრივ რუსების მიმართაც ცუდი შეფასებები იწერება, არ არის ეს ისეთი საკითხი, რაზეც გნებავთ ჩვენი საზოგადოება შეთანხმდა და ერთი აზრი აქვს. განსხვავებული შეხედულება აქვს ყველას, მაგრამ უნდა ვთქვათ ის, რომ ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. თუ კაცი ერთხელ იძალადებს ქალზე, ის მომავალშიც გამიმეორებს ამას და ვერანაირად ვერ წავახალისებთ ამ ყველაფერს. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს სამშობლოში, უნდა მოიქცნენ შესაბამისად, როგორც შეშვენის ქართულ კულტურას და ქართულ ცხოვრებას. და არ უნდა გააღიზიანონ ქორწილის დამსწრები და არ უნდა ჩაუშალონ ქორწილი. ამაზრზენი იყო ეს, რაც მოხდა მათი მხრიდან. და აგრეთვე ამაზრზენია ის, რომ ქალს სახეში მუშტი დაარტყა ასე საშინლად და ძლიერად. ზარია ეთერში, გისმენთ, თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრი როგორია? ალო, ეთერში. ეთერში ხართ, გისმენთ. ეთერში ვარ? ეთერში ხართ, გიმეორებთ, დაიწყეთ საუბარი. მომსმინეთ მეგენოთოლე. დიახ. ალბათ მომსმინეთ. თქვენ ჩვენმა მაყურებელმა რა. რუსეთის გარიცამა მოხდილი. დიახ. სროგიცამა მოხდილი. ბიზნესიც ყოდა და არავის დავეყადრებია ჩემთვის ქართველი ხარ და უკან გაიწევ. ეხლა ეს რო დადგმული სპექტაკლია. მათქო 2000 არ არსებობს. ესე იგი, ძალის კიდე გადამწერება ერთმანეთზე კიდე უძებნელები, ხო? ყველა რუსნაირის ქართული მენტალიტეტი, შეიძლება ახლა ახალგაზრდა წამოვიდა თავი ისეთი რომ ამიცია. დიახ. მაგრამ აი ხალხს ვისაც მიყურებდა, ბალანის თავბარო არ იცოდებს ქართლის ფაქტი. ეგ სპეციალურად გაკეთებულია და შენა გამოჩვენა კარგად ალბათად აბა ერთი ევროპელი ყოფილიყო რა. ჩვენ დავსუსტით უკვე ქართველები, ჩვენ დავსუსტით უკვე. პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს ჩვენ თავზე. აი ეგ არის ჩვენი მინუსი, მეტი არაფერი. დიახ. საცემიტია მეტი ღირსი იყო ერთ-ერთი რამე და ეს დადგმულია ქართულ პოლიციამ მაგ გადახდილი. მადლობთ, დიდი მადლობა. რომ დაარეკეთ, სხვათა შორის ასეთ ინციდენტებს, რომელიც ინციდენტი არ არის უბრალოდ ძალიან მძიმე ფაქტია, რომელიც ფართო მასშტაბით გავრცელებას მიეცემა, შეუძლია ბევრი პრობლემა მოუტანოს, არ ვიცი, საზოგადოებებს ზოგადად, არა თითო ადამიანს მარტო. და რაღაც განცდა ჩნდება, რომ აი რა საჭირო იყო ეს და ასე ხელოვნურად, ასე უაზროდ რატომ უნდა დაწყებულიყო ასეთი დაპირისპირება. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ერთი რაღაცა არის დასადგენილი. ეს რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ეთნოლები იყვნენ. ხო შეიძლება პროვოკაცია და სიამოვნებაში ოსტები იყვნენ. ეს უნდა მეთქვა. დიახ. დიდი მადლობა, სხვათა შორის ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა ამასთან დაკავშირებითაც. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ უკრაინელები იყვნენო. ამას ალბათ გამოძიება გასცემს პასუხს და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მომავალ დღეებში. ზარია, გამარჯობა. სამწუხაროდ გაითიშა. როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ მომავალში? რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს? ზარია, გისმენთ? გამარჯობა გენესვალე. გამარჯობა. მე ამ გოგონებს
როგორც პროვოკატორებს, ასე შევაფასებ. რა უფლებო სტუმრებს არ აქვს იმის სდილობა ეთიკა, სადაც რომელ ქვეყანაშიც ხარ, პატივი შენი ქვეყანას დაინახავს, ისინი პირიქით ელოსას, ხორცილი იყო ქვემოთა, სდილობიანად მიელოსას იქიდან. რატო გამოიწვიეს? ვინ გამოიწვია? იმას არ გამოიწვიეს, ესენი ხარიწევდნენ ქვემოთან სიტუაციაში. მე ახლა არ მოვუწოდებ ქართულ მამაკაცებს, რომ ხალხს ხემონ, მაგრამ ვინიცის რა უთხრათ, იგე იმ კალმა და დააკადრა. ეს კადრებში აღარ ჩანს უკვე. ხო. აქეთ ჩანს, მაგრამ არ ვიცი. მადლობ, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. სხვათა შორის, როგორც დაკავებული ყვება, როდესაც ქორწილი მიმდინარეობდა, თავიდან ეს ყველაფერი ასე დაიწყო. ეს რუსეთის მოქალაქე გოგონები გამოვიდნენ აივანზე და სიძეს და პატარძალს ეძახდნენ, უძახდნენ, აკოცეთ ერთმანეთს, აკოცეთო, აი როგორც ქორწილებში ცნობილი ფრაზაა ხოლმე. და სუფრიდან არავინ არ მიაქცია მათ თურმე ყურადღება და ამ შეძახილს არ მიაქციეს ყურადღება და როგორც ყვებიან ამის შემდეგ დაიწყო ეს ღვინის გადმოსხმა, რამაც აპარატურა დააზიანა, შემდეგ ქორწილი რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჩერდა, იმიტომ რომ მუსიკოსი ვეღარ ასრულებდა ნომერს და ბოლოს ამ მუსიკოსმაც დატოვა იქაური ტერიტორია, რადგან გაღიზიანდა ამ შეძახილებით, რაც სასტუმროს ნომრიდან ისმოდა. თავად ეს გოგონები და მათი ადვოკატი ყველაფერს უარყოფს. აგრეთვე ყველაფერს უარყოფს, რასაც ეს რუსები ყვებიან იმას, დაკავებული ქართველი ბიჭის ადვოკატი. მოკლედ, რაც იყო, ეს დადგინდება გამოძიებით. მარტო ერთი კადრით ვერ ვიხელმძღვანელებთ. და არც ის ჩანს მაგალითად რომ რამე გადმოასხეს ამ კადრებში ან რამე საშინელება დაიძახეს, არ ჩანს ასეთი კადრებში. მეორეს მხრივ, როდესაც ბიჭი სასტუმროს ნომერში შედის, იქ მას რომ ყელში სწვდნენ, ესეც არ ჩანს, მაგრამ ჩანს ფოტო, სადაც ბიჭს დაზიანება აქვს ყელის არეში. მოკლედ, რა სიტყვით თქვენ, ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით. შვილო, ესენი აზრით იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. რათა დაძაბონ ურთიერთობა ქართველებსა და რუსებს შორის. აი მგოგოებს ზურგს უკან ამოფარებული არიან ერთი ღმერთმა იცისვია, მამანი და მამანი. იმ გოგოებმა უნდა იცოდნენ თავი ერთი ადგილი, ხოლო ჩვენი ქართველი ბიჭები არ უნდა წამოედგნენ პროვოკაციაზე. ამის გამოისწრალება თავისუფლად შეიძლებოდა, პატრონს გამოიძახეს და ყველაფერი წაწყნავდებოდა. თქვენი აზრით, ვის აწყობს ეს პროვოკაცია? თუ კი პროვოკაცია იყო, ვის აწყობს ეს თქვენი აზრით? ვის აწყობს არიან მამანი და მამანი. რო ნახეთო ქართველებსა და რუსებს შორის ლაგდებოდა ურთიერთობა, ეხლა დაიწყეს ესეთი პროვოკაციების მოწყობა, გამიგეცნიო? პოლიტიკა რო გამსაჯო ძალიან ღრმად უნდა იყოს ჩახედილი. არავინ არ იცის, საიდან ვინ რას გეგმავს და ვინ რას უმიზნებს. უნდათ რომ საქართველო გაანადგუროს საერთო ბრძოლებში, ომებში და სისხლისღვრებში. ეს არ გამოდის პატარა პროვოკაციებს გიგდებენ და ვინ ვისთან არის შეკრული ერთი ღმერთმა იცის. მადლობ ხალბატონო. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით, ვინც ახლა შემოგვიერთთ და შეგახსენებთ რომ ვსაუბრობთ 18 ივლისს აღამოს კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ფაქტზე. თითქოს ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, სასტუმროს პირველ სართულზე ვერანდაზე აღინიშნებოდა წყვილის ქორწილი, ხოლო მესამე სართულზე შეკრებილი რუსი ტურისტები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და როგორც ჩანს იყო გარკვეული გადაძახილი ზემოდან. როგორც ამბობენ, ღვინო გადაასხეს მესამე სართულიდან აპარატურას და ქორწილში მყოფი ერთ-ერთი ბიჭი ავიდა მესამე სართულზე ამ გოგონებთან და ძლიერად დაარტყა რუს ტურისტს. დაიწყო გამოძიება, ბიჭი დაკავებულია, ამ კადრებმა კი მოიცვა ნახევარი მსოფლიო. რა სიტყვით თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რა დამოკიდებულების ხართ ბოლო დღეებისა? ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. დიახ. ისაუბრეთ, გისმენთ. გამარჯობა. პირველ რიგში, ამარი
დამნაშავე და პრობლემა არის საქართველოს ადმინისტრაცია. ყველან ძალიან ის როცა აქირა არც თურა ოთახი აქირავენ ყველა თავისი სტანდარტი ხო ყველაფერს და უნდა მოიწეს ყველა იმ სტანდარტებს ამისეთ და შეთანხმების სადიყოს ადმინისტრაცია მათემაში. გეთანხმებით ქალბატონო, სასტუმროს ადმინისტრაციის კარგ მოქმედებას შეეძლო სწრაფ მოქმედებას განემუხტა ეს ვითარება. რა თქმა უნდა. პოლიციის გამოძახებაც შეიძლებოდა ახლა, მაინც და მაინც ემატყებამდე უნდა მისულიყო საქმე? ხო, ყველამ გულგრილობა გამოიჩინა, ყველა მხარემ. არც ერთი არ არის აქ ისეთი, ვინც კარგად გამოიყურება ამ ინციდენტში მონაწილე არც ერთი მხარე. ზარია, გისმენთ? გამოდოთ. მოგესალმებით. ჩემთვის მიუღებელი არის ეს ციხეში დამსვენებელთა ნომრებიც და ქორწილიც. კი ბატონო, მართალია. ადმინისტრაციაც დამშავია მაგისი და ახლა ჩემთან მაგალითად სახლის უკან ყოველგვარი შავენ კაცები დადგედა იმიდან ვიყრი რომ ის პრობლემები უნდა მისულიყვნენ და ადმინისტრაციისთვის უნდა მიემართათ და სხვანაირად უნდა მოგვარებული იყოს სიტუაცია. კი, დამდგმარად არის მართალი. დიახ. მადლობთ, გავიგეთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. მადლობა. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურა თელავში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ პროკურატურა თანახმაა, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს დაკავებული, მაშინ ეს დიდი ალბათობით მოხდება. არ მგონია სასამართლომ ახლა წინააღმდეგობა გაუწიოს. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. რა სიტყვით? თქვენ ეთერში ხართ, ილია გესაუბრებათ, ეთერში ხართ. გისმენთ? ილია, მინას გამოვაკალე მე დამხმარე ფული. ახი არის და მithra განწერილი გამოვაკანე. დიახ. ილია. დიახ. ჩვენ მე მუშაობდი მე როსავარ ლევანილიას იმას საქმეებს ვიჩვენებ და მუშაობდა. დიახ. ანდრომედ მოაწვენი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, არ ვარ მზად. მაგრამ თქვენ წერილი გამოგზავნეთ, როგორც ვიცი, ამიტომ მე შეგეხმიანებით დღის ბოლოს და უფრო დეტალურად ამიხსენით. მადლობა დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ობიექტივის მხარდაჭერისთვის. მადლობთ კიდევ ერთხელ, თქვენ იცით რომ ობიექტივს ძალიან დიდი სირთულეები აქვს, ისეთი მძიმე პერიოდია, რომ ნაწილობრივ არხის მაუწყებლობა შეჩერებულია, მაგალითად რეგიონებში სახლის ანტენაზე და რამდენიმე საკაბელოზე, თუმცა ჩვენი ეთერი კვლავ აგრძელებს მუშაობას და ამ მატერიალური პრობლემების დროს მაყურებელი თავის საქმეს აკეთებს, როგორც ჩანს ქალბატონმა დარეკა, რომელიც ამბობს, რომ შესაწირი გამოაგზავნა ობიექტივის მაუწყებლობის შესანარჩუნებლად. მადლობთ კიდევ ერთხელ. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია. დიახ. გამარჯობა ილია. გამარჯობა. ეკი გააკეთა ქართველმა. რამდენი ადამიანი, რამდენი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში და რუსეთში. მე მომსწრევა არ ისეთი რამისა, რაც არ მინდა რომ განმეორდეს. პატარა მისცემე უვლებას ამ პოლიციას და ბილებს ჩაუმტოვენ ქართველებს. აი მე კიდევ მოვა ესეთ სიგნალო. აღოჩავენ ჩვენ ხალხთან, რაც აკეთებენ ესე დებილი. გამოდის ხალხი და კარგი იყო. ესენი არიან დებილები. Como será que vos cheutari ხელები და დაანძე რა თქმა შემამაძაღლო ვირიფილო შენა იქ კარტელებს რაფას უსაცებ იქ რამდენი კარტელი მილიონამდე კარტელია ესა ჯარდია შუა არის ახალგაზრდა ბიჭებია იქ რა გუზავე მე მოწევა რასაც აკეთებდა ისაური პოლიცია ფეხას გვაწკეთებდა უარესი და გაუკრაფიკეთებდა უარეს ეს არის ვიღაცა ბამაძაღლის გულით უნდა დაინახოს კარტელით მადლობთ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება იმას, რომ ქალს დაარტყა ასე ძლიერად. ამას
ნორმალური ადამიანი არ უნდა იწონებდეს. სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი დაიწერა, რომ შენს მარჯვენას შემოვევლე უფრო მეტად უნდა დაგერტყაო. და მეორეჯერ უნდა დაგერტყა და მესამეჯეროდ და მე ამას ვერ ვიწონებ. ვერც ერთ შემთხვევაში რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს ზალადობა მიუღებელი. არსებობს ცივილიზებული ქვეყანა, არსებობს კანონი, სამართალი, პოლიცია და ამით უნდა ვიმოქმედოთ. მესმის რომ მდგომარეობიდან გამოვიდა ეს ბიჭი, თავისი მიზეზები ამას აქვს, რომ ემოციის ქვეშ იყო და მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ თავი უნდა შეიკავო. კაცი ხარ და ქალს არ უნდა დაარტყა. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით, გამარჯობა. ძალიან ცუდი ამბავია, ძალიან ცუდი. თქო გადიგიათ ხანძარი საიდაც ჩნდება. გაკრული ასამთიდან, ერთი პატარა ცეცხლიდან. დიახ. შეიძლება ქალაქი გადაიცვა, სახელმწიფო გადაიცვა. კი. ძალიან ცუდი ამბავია. მადლობ, დიდი რა მადლობა. უთხრა ასეთი ამ გოგო მიმბიჭს რომ ასე გაიმეტა დაარტყა. რა ჩვენი გოგოები, ქართველი გოგოები მიტინგებზე უნივერსიტეტის წინ, რუსთაველზე კადრობდნენ, როგორ იგინებოდნენ, ატაკებდნენ. ამაზე უარესი რა უთხრა, მაგრამ არ უნდა დაერტყა. არ უნდა დაერტყა ეს ნამდვილად ასე. მადლობ, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. 18 ივლისს კახეთში მომხდარ ფაქტს ვეხებით, სადაც დაპირისპირება მოხდა რუსეთის მოქალაქე ტურისტებსა და ქართველებს შორის. გამაღიზიანებლად იქცეოდნენ, როგორც ჩანს, რუსი ტურისტები. ღვინო გადაასხეს აპარატურას მესამე სართულიდან, ისინი თავის მხრივ ალკოჰოლს მიირთმევდნენ და დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ქვემოთ ქორწილი მიმდინარეობდა, შემდეგ ქორწილის სუფრიდან ერთ-ერთი ბიჭი ავიდა ზემოთ და დაარტყა რუს გოგონას. ეს ბიჭი ყვება, რომელიც დაკავებულია, რომ თავიდან ყელში მწვდნენ და მეც დამარტყესო და გამოძიება დაადგენს ალბათ რა მოხდა, კადრები კი გავრცელდა ისე თითქოს წარწერა გაუკეთეს რუსებმა ამას, თითქოს ქართველი ბიჭები სასტუმროს ნომერში ადიან და რუსული საუბრის გამო გოგოებს სცემენ და მილიონობით რუსმა, კავკასიელმა და ჩვენმა მეზობელმა ნახა ეს ვიდეო ასეთი ფორმით და ესეც ძალიან ცუდი და ტყუილია ახლა არ ყოფილა ეს მიზეზი რუსული საუბრის გამო რომ ვინმე ეცემათ. იქ სხვა პროვოკაციული ქმედებები უძღო და როგორც ჩანს ამ ყველაფერს წინ. ზარია ეთერში, როგორ აფასებთ კახეთში მომხდარს და რა არის პრევენცია მომავალში რომ აღარ განმეორდეს ასეთი მძიმე შემთხვევები? გამარჯობა. დიახ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა და ის ქალ რომ მე ვერ ვიძებარ ელიფიო. მე ამ პაკეტი. ეხლა მანდატ ვეზუგინა ადმინისტრაციაში ეს ხალ იყო შემოქმედებითი ბიუროები მოვლენილი. ეთქობა აღარ გადმისწევი ამას მომიწევი. ეს პროექტი მომწევი. ერთი რაუბრებოდა კონტეინერი ხმობდა იმათი თეორიულ ფაქტები. მე მაქსიმუმ დირიჩი იყო ის ქორწილები და დოლ გარმოდის არამის მასარიხები. ემედომე ტრადიცია და რაღაცა შედა. კი, მართალია. თავები ძალიან პროვოკაციაა რა. ძალიან ძალიან ხო, ისიც ვაგარი პლანე, ხო, მადლობ, დიდი მადლობა, ცოტა ბუნდოვნად ისმის, მაგრამ იმედი მაქვს ეთერში გაიგო მაყურებელმა თუ რადიო მსმენელმა, რისი თქმაც გნებავდათ. 557 88 55 88. ყველა თემა გადაფარა ამ ვიდეომ, უკრაინის ომი, ირანის ომი, ყველაზე გავრცელებადი და ყურებადი და ასე ვთქვათ აქტუალური დღეს და გუშინ ეს თემა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ინტერაქტივშიც შემოგვეტანა ეს საკითხი და გვეკითხა აზრი მაყურებლისთვის და რადიო მსმენელისთვის. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გაითიშა სამწუხაროდ. წარმოუდგენლად დიდი გავრცელება აქვს ამ ყველაფერს რუსულ აუდიტორიაში. ისინი ამას ემოციით ეკიდებიან, გამოძიებას ითხოვენ და სამართლიან შედეგს ამ გამოძიებისა. თავის მხრივ მეც უნდა ვთქვა, რომ ვისურვებდი სამართლიანად გამოიძიონ ეს ყველაფერი. და აქვე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა დაკავებულის მიმართ გიორგი ჭიღლაძეა ეს ბიჭი, ვინც დაარტყა ტურისტ რუსს. პროკურატურა მოითხოვს, რომ მის მიმართ გირაო იქნას გამოყენებული.
ანუ დიდი ალბათობით დღესვე ეს ბიჭი დატოვებს პოლიციას და გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან. თუ რა თქმა უნდა მოსამართლემ რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული გარემოებები არ დაინახა და პატიმრობაში არ დატოვა. ხოლო თავად რუს ტურისტებს საქართველოს დატოვება აეკრძალათ, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება. ზარია ეთერში გისმენთ? ანუ გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. დიახ. ამ გოგონებთან დაკავშირებით. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ესენი არიან პროვოკატორები. დიახ. განაგრძეთ. ესეთი შემთხვევა არ არის თელავში პირველი. ეს ხშირად ხდება ამათ მხრიდან, რუსების მხრიდან. რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? როგორ ფიქრობთ? მე ჩემს გეტყვით რა მიზანიც აქვს, რის გამოცდილებაც მე მაქვს. ეს რუსები შემოდიან სადაზღვევოთი. ხო და აი ამ სადაზღვევოს მერე იღებენ ესენი დაზარალებული საბუთს და ჩადიან და იქ იღებენ ფულს. და ამიტომ იმეტებენ ჩვენ კაცებს. და ხელს უწყობს კიდე ჩვენი პოლიცია, მილიცია, მით უმეტეს თელავის მიწასთან დასასწორებელი თელავის პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში საერთოდ ბნელა. რასაც უნდათ იმას აკეთებენ. აი ქალბატონო. სამეკითხია ჩემთვის ამ თანხით, ამ მიზეზით მიესაჯა სროკი და ჯერ განაის არა მაქვს, განაჩენი არა მაქვს. დიახ. და პატრონი არსად არ არის არაფრისა, წადი და მეჩივლეო მოსამართლე მეუბნება. ძალიან მწუხარ. ესენი აკეთა, ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს ისეთი ამ რუსებს აეკრძალოთ, ან ეს საბუთი აეკრძალოთ. ზოგი გაუპატიურებაზე მიდის, ზოგი ძალადობაზე მიდის და აუბედურებენ ჩვენ ახალგაზრდა კაცებს, შვილებს ჩვენსას. დიახ. მადლობთ, გავიგეთ რომ გამოსავალია მოსაძებნი და მეც ეს კითხვა დავსვი, ხომ, როგორ აფასებთ ერთი კითხვაა და მეორე, რაში ხედავთ გამოსავალს, რომ მომავალში ავერიდოთ თავიდან ასეთი მძიმე შემთხვევები. და რაში ხედავთ აგრეთვე საფუძველს, რის გამოც მოჭარბებულია აგრესია, რის გამოც თავის შეკავება უჭირს ადამიანს ხშირად, რომ არ ჩაიდინოს ასეთი რამ. ხლა ამ ვიდეოში რაც ვნახეთ, ხომ? ხლა როგორ შეიძლება რომ რაც არ უნდა მიზეზი გქონდეს კაცს ეს მოგეწონოს. მეორეს მხრივ ისინი ცუდად მოიქცნენ. და პროვოკაციას გავს ეს ყველაფერი ნამდვილად. შეუძლებელია ასე გადაირიოს უცებ ადამიანი და აივნიდან რაღაც სითხეები ასხას ქორწილს. ბუნებრივი რეაქცია ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანის. და მეორეს მხრივ სუფრიდან კაცი, ქართველი კაცი, რომელიც დედის, ქართველობის და ტრადიციების სადღეგრძელოს სვამს, ავარდეს შენობის მესამე სართულზე და მუშტი ურტყას ქალს. ესეც ხომ საშინელებაა? ორივე მხარე, სამივე მხარე, ოთხივე, რამდენი მხარეც არის, სუდად გამოიყურება აქ. ვერც ერთს ვერ ვამართლებ. ზარია ეთერში გისმენთ. ალო. მოგესალმებით, დიახ. გალოვილია. ეს არის უბრალო ამბავი ეხლა, ჩემზე კარგად იცით ეგა. კი, თითქოს უბრალოა. ქართული ურთიერთობების გაფუჭების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. მეტი არაფერი. რუსულ-ქართული ურთიერთგარეძალებისგან არის ერთი მოწყობილი. ამას რაც უნდა ლაპარაკი, რუსულ-ქართული ურთიერთობა გააფუჭოს. მადლობა თქვენს არისთვის. 557 88 55 88 როგორ აფასებთ კახეთში მომხდარ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი უმძიმესი შემთხვევები. მე ჩვენს ერთგულ მაყურებელს და რადიო მსმენელს მინდა ვთხოვო რომ გამოიწერეთ სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდები. ეს არის Facebook-ი, YouTube-ი, ნებისმიერი სოციალური ქსელი. ყველგან ვართ წარმოდგენილი. უბრალოდ ქართული ასოებით აკრიფეთ ობიექტივი და გამოიწერეთ გთხოვთ ჩვენი გვერდები. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ აი ნაწილობრივ ახლა ობიექტივის სიხშირე გათიშულია, ხომ? ვიცით ეს. და როგორ მოგაწვდინოთ ხმა? საიდანღაც ხომ უნდა დაგვრჩეს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება და ვინც სარგებლობთ ინტერნეტით და სოციალური ქსელებით, ყველგან სასწრაფოდ გამოიწერეთ ობიექტივის არხები. გთხოვთ, რომ ხმა მოგაწვდინოთ. თუ ამის აუცილებლობა იქნება. ზარია ეთერში გისმენთ. ალო, გესმით ჩემი? მესმის თქვენი, გამარჯობა. მომისმინეთ, გამარჯობა. ნურევს ნუამტყუნებთ. ხოიცით რა ნაგლი ხალხი ეგენი, მაგრამ რატო არ მოკლა იმ ბიჭმა? ქართულ ქორწილზე ზემოდან ღვინოს ასხავს ის
როგორ რა უწოდა იმნა არის ციტრუსი ჯერ რუსები რა არის ახლა ქალები მათი რატო ამტყუნებთ იმის კაცო რატო არ მოკლა უნდა მოეკლათ ისინი საერთოდ მაგენი არიან პროვოკაციაზე მოსულები უნდა დრო წამოგიკიდონ და მამას ვერ არადა განაგდნენ ყველა განაგდა მარტო ეგენი კი არა ყველა ჯული განაგდა საქართველოში ხმას რო არ ავცემთ მაგრამ ეწყინება ასე იქნება ისე იქნება როგორ შეიძლება ესეთი აბა მოგწონთ ეგ ქართული ქორწილი ეს თქვენი არა არ მომწონს რა თქმა უნდა თქვენი ქორწილი ყოფილიყო რა თქმა უნდა არ მომწონს ბატონო ჩემო მე ორივე მხარეს ვამბობ არც ის ზალადობა მომწონს და არც ამათი საქციელი ერთი მხარია ერთი არ არის ორი ჩემო ბატონო დიდი პატივისცემით უნდა გითხრათ რომ ადამიანის ცემის და მოკლის გამართლება ეს არ არის არც ქართველობა არც ქრისტიანობა და არც მსოფლიო მორალის ნაწილი არ არის კარგად გამიგეთ ხაზზე ხართ კარგით დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის გასაგებია თქვენი მოსაზრება 557-88-55-98 კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონო თქვენს გასაგონად რომ მე ვერც ერთ მხარეს ვერ ვამართლებ ამ რუსი გოგონების ქცევა და პროვოკაცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ ბიჭის ზალადობაც მიუღებელია ხომ აი გულწრფელად ასე ვფიქრობ და გიზიარებთ ჩემს აზრს და თქვენ დარეკეთ და თქვენი აზრი ბრძანეთ ზარია გამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით დიახ აი შენი ქორწილი რო ყოფილიყო დიახ შენ როგორ მოიქცეო შენი ძმა როგორ მოიქცეოდა ყოველ შემთხვევაში პირდაპირ და თამამად გეტყვით რომ მე ან ჩემი ძმა არავიდოდით მესამე სართულზე და გოგონებს მუშტს არ ჩავარტყამდით ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ ის ავიდა ძმაო გაერკვია ამ პრესტიჟუცკამ ხოხიდან როგორი კორექტულად ხაზზე თუ ხართ განაგრძეთ კორექტულად გაწყდა კავშირი მესმის თქვენი ემოციის ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის რაც ამ ტურისტებმა გააკეთეს და მეორეს მხრივ ისიც აღმაშფოთებელია რომ ქალს მუშტი დაარტყა მიზეზებს არ აქვს მნიშვნელობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო ეს კაცმა ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა რა მაინტერესებს ისე თქვენი აზრები ისახებია მაგრამ მე გიმეცია ყველაფერში დადაშავე ვინ არის ქალბატონო? როცა ასეთი ღონისძიება იმართება, ის სტუმრები არ უნდა მიიღოს, იმ სტუმარსაც უნდა დასვენება. კი, მართალი ხართ, გეთანხმებით. ამიტომ უნდა გაითვალისწინოს მენეჯმენტი, რომ ღონისძიება იმართება და იქ ნომრებში არ ყარდეთ ეს სტუმრები. დიახ. თავისთავად ეს დაზარალებულია და მეორე. იმიტომ იმას დასვენება უნდა და ამათ ღონისძიება უნდა. კი ბატონო, ვიზიარებ თქვენს ამ შეხედულებას დიდი დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. მე შეგახსენებთ რომ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ინტერაქტივია და 18 ივლისს საღამოს კახეთში მომხდარ ფაქტზე ვსაუბრობთ. რა არის თქვენი სათქმელი? ჩემს პოზიციას ნუ შეაფასებთ, იმიტომ რომ მეც თქვენს მსგავსად ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის პროფესიით ჟურნალისტი და მოდით თქვენი სათქმელი ბრძანეთ. მე ვთვლი რომ არც ერთი მხარე არ გამოიყურება სწორად და ლამაზად. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ეს არის სამწუხაროდ უმოვლე სპექტაკლი. საქმე რა შეიძლება? აღნიშნეთ. ის მატერია რუსკი მუშკინი. დიახ. მამაკაცები, ეგია ქართველი მამაკაცი. და არა ბევრი. კი, მით უმეტეს ეს არ ყოფილა მიზეზი, ხომ? დიახ, კი ბატონო. ხო და მეორე საკითხი გინდა. ესო თავის ხოხტილი, საერთოდ ფეხი არის ხმაურიანი მოვლენა, გამეთანხმებით? კი, აბა რა თქმა უნდა. ხო და მესამე დაფუძე, თორმე რუსები ისო დაპარაკობდნენ და საქართველოს შეიძლება წელი რუსულობა უნდა ისინი მოთახი. ეს რეგენერატობაა. დიახ. კეთილი. მადლობთ, გავიგეთ თქვენი სათქმელი. ჩვენ უნდა დავასრულოთ ინტერაქტივი და გადაცემის დასასრულს ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სასამართლომ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში დატოვა. ანუ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა და შესაბამისად იმსჯელა დღეს სასამართლომ დაეტოვებინა გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში თუ გაეთავისუფლებინა და გადაწყვიტეს რომ დატოვონ გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვიყურებდით და გვისმენდით და ვინც გვირეკავდით. ნინო მიქიაშვილი გააგრძელებს რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერს. ნახვამდის.